გამარჯობათ. ეს მე და გიორგი წამოვედით სანადიროთ. ჯანდარის ტბაზე ვართ ისევ. პირდაპირ უნდა შევაჭრათ ჩემო გიორგი. ჩართო გიორგი მხიდი. თავის ყველგან მავალში დაჟე პანიჟენი გაუკეთა. და გუშინ ბატებს ვესროლეთ. არ ქონდა შესაბამისი ვაზნები და ოფროუდებში შევდივართ. სიჩქარე შეუცვალე გიორგი. შუშა გაგვიწმინდა გიორგი. კარგია. სამშვიდობლოზე ვართ. ხო. დღეს ვინადირებთ მიმიზანი მიმართულად იხზე და ბატზე, იმიტომ რომ რამოდენიმე დღეა აქ ბატი კარგად მოძრაობს და ხვილები სად არა მაქვს? ვერა. აი, სრულიად მოულოდნელად არც ქარია, არც ნისლია, არც ცოლი, არც წვიმა, ჩვეულებრივი მზიანია მინდია. დრო არის დაახლოებით 6:30. არც კი შებინდებასაც არ აპირებს, ჯერ მზე არ არის ჩასული. არ ვიცი ზუსტად რამდენი ცალიანი იყო. ბათ 6-7 ცალიანი გუნდი იყო ბატის. შეიძლება 10 ცალიც იყო, აღარ მახსოვს, იმდენად დიდი ადრენალინი მომაწვა. სამწუხაროდ ვაზნები არ მქონდა შესაბამისი წამოღებული და 5 ნომრებით ვესროლე დაახლოებით 50 მეტრზე იყვნენ, დაახლოებით. მეტი არ იქნებოდა, იმიტომ რომ ფერი, ფორმა, ფეხები, ყველაფერი უჩანდათ. მოკლედ ეგეთებიც ხდება ნადირობის დროს. რომ მქონოდა შესაბამისი ვაზნა, აი 0 ნომერიც კი აუცილებლად მოვინადირებდი ბატს, მაგრამ რა ვქნათ, ესია, რაც არის. დავალოთ ახლა ეხვის გადაფრენას. ხო, კარგად იმოძრავა ბატმა გუშინ, მინდა გითხრათ, ორი ვარიანტი იყო სროლის, მაგრამ ერთი რომელიც ცოტა დაბლა იყო და კადრებს ახლა ჩავსვავ აუცილებლად. ვესროლე, მაგრამ 5 ნომრით ვერაფერი ვერ დავაკეთე. დაჟე მქონდა იმისი დრო რომ 7 ნომრები ამომელაგებია, 5 ნომრები ჩამეტო, ყველაზე მსხვილი ვაზა 5 ნომერი მქონდა თან წამოღებული და ძალიან ვიდარდე იმაზე რომ მანქანაში მქონდა დატოვებული წვრილი კარტეჩები. მოკლედ ესია და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მოკლედ არც ერთი დღე არ ჩაგვიგდია. დავდექით ახლა საღამოს გადაფრენაზე. ხმელეთზე ვდგავართ ამჯერად. ალთან არ ვართ ახლოს, იმიტომ რომ სულ გადაყინული არის. გუშინ ვიყავი აქ სანადირო ცოტა იქეთ ხარეში, ბატები გადმოვიდნენ. ვესროლე, ნახავდით კადრებს და საღამოს გადაფრენაზე რაც იხვი ვნახე, ყველა აქეთ ამ მხრიდან გადმოვიდა და ამიტომ დღეს გადავწყვეტეთ აქეთ ადგილმა. გიო, რა იარაღით ხარ წარმოდგენილი დღეს? იარაღი ფაბარმი Waterfowler ესე ქვია, Waterfowler-ი ქვია. კარგმა მეგობარმა და მონადირე მირჩია და ვნახოთ. არა, ვნახოთ რა, პრინციპში უკვე მოინათლა იხზე ეს ტოპი და რა, ჯერჯერობით მაყოფილი ვარ მომწონს, მაგრამ ის იხვი დედალი, წინა ვიდეოში რაც იყო, გავამეოროთ ეგ ულამაზესი კადრი, ან იარაღით მოინადირა გიორგიმ. ეს არის კოლუმბა პალუმბუსი, ეს არის Fabar XLR Waterfowler, ეგრე ქვია ამ ახალ მოდელს. კი, ორივე XLR-ია. ეს არის ახალი მოდელი, უფრო მაღალი პლანკით არის. მაგაც შუაში აქვს სამიზნე თამასა. ცოტა დაპატარავებული აქვს წინა ეს სამიზნე თამასა, ნახეთ. კოლუმბა პალუმბუსს ცოტა გრძელი აქვს ამ შემთხვევაში. პლუს მინუსები აქვს ამ გრძელსაც, მაგრამ მაინც ესეთი კლასიკური თამასა ჩემთვის უკეთესი ვარიანტია. ისე ვიზუალურად მაინც სტილი ერთი აქვს. კონდახიც. ხო, მაგრამ დახვეწილია ეს სამიზნე თამასა მაღალი, ძალიან კარგია. ნახოთ, ველოდებით კვატას. ამერიკელი მეიხვესავით კი გამოიყურები და იმედია ამერიკელიც მაკაცი ვარ.
იხვის შემოსვლას დაახლოებით 10-15 წუთში უკვე დაიწყება შემოფრენები. აბა დავალოწოთ. შოშიების გუნდი რო დაფრინავს. აი რო წამოვიდეს კაია. კი ბატონო. მე თუ ბატი წამოვა, ეგ მაქვს წვრილი კარტეჩები. გუშინ აი ეს რო ყოფილიყავი მოვასწრებდი რეაგირებას, მაგრამ სამწუხაროდ მანქანაში მქონდა ეს მსხვილი ვაზნები. დავალოდოთ.